ჩემი თბილისი კაცობის თბილისი იყო რა. მეგობრობის, მაკაცობის. მე ახლა გამოვუშვი წიგნი ესეთი სიყვარულის ქალაქი ქვია. სადაც ნიკოლეკიშვილიც არის შესული. და მთელი ეს ბირჟები ამბავი და მე იქ ესე მაქვს აღწერილი, ესე ვწერ ამ წიგნს. რომ ადრე იყო მეთქი ბირჟები. პლეხანოვის, სოლოლაკის, ვაკის და ეს ბირჟავიკები. პლეხანოვიდან სოლოლაკში არავიდოდა რომ რას ქვია ჩემ უბანს უღალატო რაღაც სისულელებია. მაგრამ ამ სისულელეშიც იდო რაღაც ახალგაზრდური. იყო უბნების ერთმანეთთან ჩხუბი, უაზრო ჩხუბები. და მთელი ამბავი, მაგრამ როცა წამოვიძარდეთ უკვე და სკოლები დავამთავრეთ და ინსტიტუტები შევედით, იმ ინსტიტუტში ხო უბნებით არ არის, არა? სხვა უბნებიც მოხდა ისეთ და იქ ნახეთ რომ კაი ბიჭები არიან ისეთ ჩვენც დავზმაკაცლით. და დაიწყო დიდი მეგობრობა. უბნელი ბიჭები სხვა უბნელებთან. და ნელა უბანმა თავის სახე დაკარგა. და ამ სხვადასხვა უბნელი ბიჭების ერთი უბანი გახდა ჩემი ქალაქი თბილისი. მაგრამ მე როცა ინსტიტუტების დავამთავრეთ და სამსახურებში მოვეწყვეთ, მე დავიწყეთ მეგობრობა ბათუმელ ბიჭებთან. დავიწყეთ სოხუმელ ბიჭებთან, ოჩამჩირელ, გორელი, თელაველი, ქუთაისელი, ფოთელ ბიჭებთან ამოვიდა, წავიდა დიდი მეგობრობა. ამის გამო ჩემი თბილისის უბნელობამაც დაკარგა თავისი ხიბლი და ჩემი საქართველოს და ჩემი თბილისელების შეექმნათ ერთი უბანი, რომელსაც ჩემი ლამაზი საქართველო ქვია. კარგად, აი ის მიეცით. ესე დავწერე. ალბათ სწორია და უამრავი მეგობრები გყავთ, არა? რა თქმა უნდა, მთელ საქართველოში. ო, იმიტომ ძალიან ისეთ პიროვნება ხართ, თან ცოცხალი და პიროვნებაზე არ არის. თვითონ სიტუაცია გეუბნება, რის უბანი, რა ის უბანი. ქართველი კაცი ხარ საქართველოში დაბადებული. ყველას ერთმანეთი უნდა გვიყვარდეთ, ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ. ჩვენ გადაგვართ ჩვენს სიყვარული ერთ შორის. ეგ თუ არ იქნება ჩვენ დაღუპული. თქვენ ამ პანდემიის დროს როგორ გაუძელით? პანდემია რა ხა ჩემი შვილიშვილების გულისთვის, ჩემი შვილი მეხვეწებოდა არ გახვიდე გარეთო, ჩემი შვილი ჰოლივუდის მსახიობია და რეჟისორია. ჩამოსულია თბილისში ახლა. აქ არის? შვილებთან ერთად ჩამოვიდა, ცოლთან, სიდერთან ერთად და მეხვეწა არ გახვიდე რომ ბავშვებს რამე არ მოუტანო და ამიტომ ორი თვე ესე ვიყავი ჩაკეტილში. თბილისში იყავით? თბილისში ჩემ შვილებთან ერთად. რა ძნელი გასაკავებელი იქნებოდი. ჩემი შვილიშვილების გული და გავაკეთე. ბევრი შვილიშვილი ყავთ, ხო? 6 შვილიშვილი მყავს და 2 შვილთა შვილი. აუ. და ჩვენებათაც გამოიყურებით. აი ხა რა სპორტს მისდევთ? აი მაგალითად. ახლა ყოველ დილას თამაშობ ჩოგბურთს, 2 სეტს მაინც თამაშობ. 2 სეტი და მთელი ზამთარი მთის ხილამურებზე ვარ, მთელი ზამთარი. მე ხილამურების გარშემო არ შემოდი. ჩოგბურთსაც თამაშობ? ჩოგბურთს თამაშობ ხან მზიურში, ვაკეში. ხან მარჯანიშვილის კორტებზე. მანდარი მთავარი კორტები პრიზმში საქართველოს ნაკრებიც მან თამაშობდა. ან გრუნტია და ცოტა ისეთია. გრუნტი არ მიყვარს მე უფრო. მე კიდე გრუნტი მიყვარს. გრუნტი არის ყველაზე პროფესიონალი კორტები. ვერ დაგეთანხმებით, მე ბალახის მოყვარული ვარ. ბალახის მოყვარული რო ხარ, სად ითამაშე ბალახზე? საქართველოს ლონდონში რასაც მე დავდივაროდი. ეგ სხვა არის, მაგრამ სად ითამაშე ბალახზე აქ საქართველოში? აქ არაბად არ არის, ხო? რას ქვია ალბათ. მე მაგის პროფესორ მე არ ვიცი, საიდან არის ისეთი კორტები, აი იმისა ქვია გრუნტი კი არა ისა. გრუნტია ჰარდი რა. ხო, აი მე მიყვარს სადაც პესო. ისო ისწავლეთ გრუნტზე ჩოგბურთს. სადაც პესო კი ხარ. აბა როგორ. ნელი კორტია, ეგ ცოტა. ყველაზე კაი კორტებია. ცოტა ნელია. ნელია თუ ჩქარია, ყველაზე კარგი ეგ არის. აი ბატონო, მასე იყოს. ბატონო კი რა მინდა ისეთ არა მაქვს უფლება თქვენ პოეზიას არ შევეხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლექსი მაქვს თქვენი წაკითხული, სხვადასხვა დედას უყვარს ძალიან პოეზია და სულ მეუბნება ხოლმე. ვენაცვალე შენ დედიკოს. სულ მეუბნებოდა ხოლმე. თქვენი პაკალე 45-იანია დედაჩემი და მართლა? კი, ხო და სულ მეუბნებოდა ხოლმე, რომ აი როგორი რა გვარია დედა? ანჯაფარიძე. ვაჰ, რა კაი გვარი ქონია. რა ქვია? რუსუდანი. აი ზურიკო ანჯაფარიძეზე მე გამოვუშვი ძალიან დიდი წიგნი. ნოველისტიკაში გადაყვანილი ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფია უდიდესი მომღერლის სოფლო მნიშვნელობის. მაგარი კაცია იყო რა. ხო და მოდით რა თქვენ პოეზიაზე, აი ძალიან მაინტერესებს, რატო ეს ძალიან მიყვარს აი. რა ხარ დედაზე თქვი? მე ერთი სტროფი ლექსი მაქვს. დიდი ხანი ვფიქრობდი დედაზე რა დამეწერა. და მე ჩემთან უთხარი, მარტო დედა ჩემზე არ შეიძლება, სოფლიოს დედებზე დავწერე. ყველაზე დიდი რაც კია ლექსი სახელად ქვია დედის ალერსი.
აი ეს არის დედაზე მიზღული ლექსი. ხო, დედა ყველაზე ახლობელი ალბათ, ხო? და ყველაზე მეტად მოსიყვარული. დედაზე მეტი ახლა დედამიწის ზურგზე აღარაფერი აღარ არსებობს. მაგით იწყება და მაგით თავდება. მაგიტომაც ქვია დედამიწა. ვისაც არ აწამს ღმერთის, დედის და სამშობლოსი, იმას არაფრის და არავისი არ აწამს. მეც ესე მგონია. მოდით რა, აი ცოტა ის ღრმად შევეხოთ, იმიტომ რომ ღრმაა თქვენი ლექსები. პოეზია როგორ მოვიდა? ეგ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. პოეზია, ისა ვინც იმას გეტყვით, ან პროზა, ან პოეზია, მე ხა პროზაიკოსი ვარ. ხო. ან პროზა, ან პოეზია, აი იქიდან მოვიდა, რაკენა ეგ სისულელე. ყველა მწერალი, ვინც დიდი მწერალია, არის ღმერთისგან გადამწერი. ღმერთი კარნახობს შენ წერ. მორჩა გათავდა, იმან მოინდომა და ო გერმანელი რომელიღაცა ფილოსოფოსი იძახდა თუ ავსტრიელი არ მახსოვს, აი როგორ ადამიანებს აყრითო რა ღმერთი რასაც დააბერწყავს. რა უნდა, ყველაფერი ღმერთის ძალა. აი თქვენთან როგორ იცით რატო აი თქვენ მაინც ქუჩა, მაინც ამდენი დაწვით. იცით რა ის ქუჩა რო არ ყოფილიყო, ის ძველ ბიჭური ცხოვრება რაც მე გამოვიარე. მაგი არ რა, მაგი არ ვიცი. როგორ აშკა. ეგ რო არ ყოფილიყო მე მწერალი ვერ გავხვდებოდი. ეწყობა ყველაფერმა ამან იმოქმედა ჩემს. შეიძლება. მაგრამ პოეზია მაინც სხვა არის, ხო? პოეზია ერთად დაწერ მე. პოეზია არის სულის ნაწილი. მაგრამ იცით რა, ძალიან ძნელია როცა პოეტობა გინდა და პოეტი ვერ ახარ რა. მაგას ჯობია არ დაწერო, ვიდრე რომ დაწერო და სისულელე დაწერო. რა თქმა უნდა, ხო და აი როგორ დაიბადა ის მითხა, ბავშვობიდან წერდი? მაგას არა, ბავშვობიდან არა. მაგას ვერავინ ვერ გიპასუხებს როგორ დაიბადა. არ ვიცი. როგორ წერთ? როგორ ღმერთი კარნახობს და წერ. ესე ხო? ჩვეულებრივად გამოგაყრით და დაწერთ, ხო? ისე როგორ დაწერო, ზაკაზად ვერ დავწერო. აი ფიქრობთ რომ ის უნდა დავწერო? არა, გასო როგორ. აი რითმა დაждდება და დაждდები დაწერო. არა, აზრი მოვა რაღაცის შესახებ. ურითმოთ რა მაინტერესებს. ურითმოთ და მე მედი. ურითმოთ რაღაც. ურითმოთ აზრი მოვა, აი ვიღაცაზე, რაღაცაზე. ზეზე, მთვარეზე, ადამიანზე, ქალზე, კაცზე, ცხოველზე. ქალს მაინც შეეხეთ. აბანო. წავიდა, აბა მითხარით მაგ თემა ძალიან მაინტერესებს. რატო იცით? რატო მაინტერესებს? ისე უაზროდ კი არ მაინტერესებს. აი სულ ფიქრობდი რომ ეს კაცი ამ ქალებზე ნუ შაყირობს, მაგრამ აი მეუღლეზე რო წავა ლაპარაკი, აი დედაზე რო წავა ლაპარაკი, იმ წუთში უსერიოზულესი ხდება და იმ წუთში რაღა დაინახავ ამ ადამიანს ამ ხელაზე უყვარდა. კიდე მოკლედ გითხრა, აი ჩემი მტერი რო იყოს მოსიცხლე, დამდევს მოსაკლავად. და მეც არ მეყარა შევედი უნდა დავბრიდო სახში შევედი და მოკლა და ნახე რომ ცოლი ყავს. ნამდვილი ქართველი ქალი. სათნოებით სავსე. რო არ იყოს სათნო? ერთ წუთი სიკეთისთვის დაბადებული. სიყვარულის და ქმარს თვალებში უყურებს. აი მტყვიას ამოვიღებ და ვეტყვი რომ აი შენ ქმარს შენ ჩუქრინა იმ მტყვიას იქ დავაგდებ. ბატონო, იცით რა, ხო და აი მაგი მაინტერესებს. აი ქალებთან აი ესეთი რომანები, აი თქვენ ქმნიდით ამას თუ სუიზახით ხოლმე ქალების ბრალია. თავს არ უნდა. ვერცეთი რომანი ვერ შედგება. ქალი აბავს კაცს და არა კაცი გამოკლებული კაცი ქალს. ეგ არის უსიამოვნო. ქალია მთავარი? ქალია მთავარი, მაგრამ თუ ფულიანი კაცია, ფულზე ძალიან ბევრი ქალები 90% იყიდება. მაგათთან არ მგონია. ესეთ ქალები მე არ ამწამს. და მეზიზღებიან, მაგრამ თუ ისეთი ქალია გოგოა, რომელიც ჩიმშილში უბედურობაში გაიზარდა და იყიდება ფულზე, იმას ყველაფერს პატიობ, იმიტომ გაჭირებული როა, იმას პატიობ ყველაფერს. მაგრამ დიდარი ქალები, სვეცკები რო ქვია და გაქანებული ჩათლახები რო არიან და იმისთვის არიან კაცებთან, აი მახინჯ კაცებთან, აი ფარშ გადმოგდებულთან რო რაღაც სარგებელი ნახონ ეგეთ ქალები მეზღებიან. ხო რა თქმა უნდა. გაჭირებულს ყველაფერს პატიო. იმიტომ ცხოვრება მოუტანა ეგას ეს. მითხარით ახლა თქვენი თბილისი აი რაფერია? ყველა აი ისეთ საინტერესო რესპონდენტს ყველას ვეკითხები ხოლმე რა. აი რაფერია თქვენი ქალაქი? ჩემი თბილისი ადრე იასამლის ფერი იყო რა. და იასამლის სურნელი დაძლებდა. მერე შირაზის ვარდს გავდა. მერე ჯოჯოხეთს დაემგვანა რა და ეხლადელი თბილისი. აი ისე მომწონს აი ვერც კი ვამბობ იმას როგორ მომწონს. ახლა ფინალისკენ წავიდით, თბილისზე გექნება თქვენ რამე მიძღვნილი. თბილისზე აი ესე ვამთავრებ ბოლოს ლექსი, დიდი ლექსია. ხო. ჩემს თბილისში თოვლიც ნაცვლად სიყვარულმა ჩამოთოვა. ჩემი თბილისი სიყვარულის ქალაქია. თოვლი რომ მოდის,
ყველას თოვლი გონია, მე სიყვარულს ხედავ იმ თოვლში, თოვლის პანტერში. აი რამე გითქვია, თან თოლმა რაცხა გადაიღო ეს ბოლო. და ერთი მაგ კიდე თბილისზე, რომ ცისარტყელას წავით ქალაქი და თითქოს ცისარტყელა ქალაქის ხიდია, დაზეც სიყვარული, ტევნებად კიდია, ესეთი ქალაქია ჩემი თბილისი. დაზეც სიყვარული, ტევნებად კიდია. კაია, ლამაზია, პოეტურია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი და ფინალში მაინც უფლება. პირიქით, მადლობა შენ.